ნიკა იყო არის და იქნება მორალური კომპრომისობის მაგალითი, გაუტეხელობის სიმბოლო, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში თავისი მართალი სიტყვით და მართალი საქმით იბრძოდა თავისუფლებისთვის. და დღეს აბსოლუტურად უკანონო, ოდნავ მაინც რო ყოფილიყო ქვეყანაში ნიშანწყალი ობიექტური მართლმსაჯულებისა, კითხვაც კი არ დაიბადებოდა ნიკა გვარამიას ბრალეულობის თაობაზე, ზედმეტი იქნებოდა მის პარტნიორობაზეც ისაუბარი, ხომ? მაგრამ ნიკა ფიზიკურად არის დღეს ტყვეობაში მოქცეული 4 კედელში. ის იმდენად მაღალი ხარისხის თავისუფლების მატარებელია, რამდენადაც ვისურვებდი ძალიან ბევრ ადამიანს ჩემს გარშემო ქონოდა ამდაგვარი თავისუფლების შეგრძნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ნიკა იქნება ფიზიკურადაც საქართველოს მოქალაქეებთან ჩვენთან ერთად იმ ფერხულში ჩამდგარი, რომელიც სამოქალაქო გამარჯვებას მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს და ერთხელ სამუდამოდ ნორმალური ცხოვრების სტანდარტი დაწესდება ამ ქვეყანაში, სადაც უბრალოდ ცხოვრება გაუხარდება ბევრ საქართველოს მოქალაქეს. იგი განსხვავდება ბევრი ადამიანისგან, რითიც ძირითადად მორალური კომპრომისობით, როცა ვამბობ, გულისხმობ, მან მოიპოვა თავისი ბრძოლით უდიდესი მორალური უპირატესობა ბიძინა ივანიშვილზე. როდესაც არასოდეს არ წავიდა ზნეობრივ და მორალურ კომპრომისზე და ამით მან შეიარაღებაში ის მომაკვდინებელი რეჟიმისთვის უპირატესობა მოიპოვა, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია ბიძინა ივანიშვილს. დღეს ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ქართული ოცნების დამარცხება შესაძლებელია სიმდიდრით, იმავე ოდენობის ფულით, რომელს მოიპოვებოდეს ხომ ოპოზიციაში და სხვა სივრცეებში, არავითარ შემთხვევაში ძვირფასო მეგობრებო, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი მორალური კონტრასტით, უდიდესი განსხვავებულობით ოპოზიციასა, მედიასა და ხელისუფლებას შორის. და ამ ყველაფრის გარანტორი მე დარწმუნებული ვარ იქნება ნიკა გვარამია, რომელმაც თავისი განვლილი ცხოვრებით დაადასტურა, რომ აი ამ ყველაფრის პერსონიფიკაცია წარმატებები და თავისუფლება ნიკას.